შეჯამება გავაკეთოთ ასეთნაირად. როდესაც ადამიანი შეკითხვას გისვამს, ან შედავებას, უნდა გესმოდეს, რომ შეკითხვის ან შედავების უკან 80% დგას ინტერესი. ანუ ეს რომ არ იყოს შეკითხვას ან შედავებას, ადამიანი არ დასვამდა. ანუ მის უკან დგას ინტერესი და შენი ამოცანაა ის ბარიერი მოუხსნა, რამაც ეს შეკითხვა ან ეს შედავება წარმოშვა ადამიანის გონებაში. როგორ მოუხსნათ ეს ბარიერი? შემდეგი წესი. კამათში გამარჯვებული არ არსებობს. ამიტომ კამათში შესვლას აზრი არ აქვს და არ ვკამათობთ არავისთან. შემდეგი წესი. როდესაც ადამიანი შეკითხვას სვამს, ჩვენი ამოცანა დავაზუსტოთ ეს შეკითხვა, ანუ ძირი ვიპოვოთ, საიდან გაჩნდა ეს შეკითხვა. ამიტომ შეკითხვაზე ებრაელივით ისევ შეკითხვით პასუხობთ. რას გულისხმობთ ამაში? თუ შეიძლება დამიზუსტეთ. რომ თქვა ძვირი აიძახის თქვენთვის არის ძვირი თუ ზოგადად თვლით რომ ძვირია, ან რასთან შედარებით არის. ანუ დავაზუსტეთ, უნდა ვიპოვოთ ნამდვილი შეკითხვა. და როდესაც ვიპოვეთ ნამდვილი შეკითხვა, შემდეგ ვიყენებთ ამ უნიკალურ ფორმულას 4M. მესმის შენი, მეც ასე მეგონა, მეც ასე ვფიქრობდი. მაგრამ როდესაც გავარკვიე, მივხვდი რაშიცაა საქმე. ასევე დამატებით ფონად, მუდმივად გქონდეთ თავში, რომ ადამიანი როდესაც გეკითხება რაღაცას, რას ვაკეთებთ? ველოდებით რომ ბოლომდე დაასრულოს შეკითხვა, სანამ შეკითხვაზე პასუხს გავცემთ, პაუზას ვაკეთებთ, გონებაში ვითვლით 5-მდე. 1 2 3 4 5, ან ღრმად ჩაისუნთ, გამოისუნთქო და შემდეგ გასცე პასუხი. და გვახსოვდეს რომ როდესაც გვიანს წენ პასუხს ეს აჩვენებს, მას აჩვენებს შენს ძალას, შენ გაძლევს დროს რომ კარგად დაღვინებულად გასცე პასუხი და აი ჯამში ეს ყველაფერი რაც ვილაპარაკეთ, თქვენ გაგხდით შედავებებზე მუშაობის სუპერ გმირებად, ანუ აი სუპერ პროფესიონალები იქნებით.